სახელით მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის. აც განუტევე მეუფეო მონა შენი სიტყვისაებ შენისა მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. ეს რეც არ მოსთქვა მოხუცებულმა სვიმეონ მართალმა, როდესაც შეეგება ტაძარს აშინა ჩვენსა იესოს და მიიღო იგი მკლავთათვის დაძება. მას ჰქონდა აღთქმული სულისაგან წმინდისა, არა ხილვად სიკვდილისა. ვიდრემდის იხილავს მოსვლსა მაცხოვარსა სოფლისასა. და როდესაც იგი იხილა, აკურთხა ღმერთი, დალოცა დედა მისი და ევედრა ღმერთსა, რომ განუტევოს იგი ამ სოფლიდან. აც განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით. ამაზე უკეთეს, რაც დაინახავდა იგი ქვეყანასაზე. იგი იყო ღრმად მოხუცებული. მან აღასრულა ქვეყანაზე თვისი მოვალეობა. ემსახურა ღმერთსა მრავალი წელიწადი მარხვით, მოთმინებით. ადიდა იგი სიტყვით და საყვით. ერთი მხოლოდ ჰქონდა მას ვედრება და სურვილი, რადგანაც იცოდა სულისაგან წმინდისა, რომ მოახლოვებული იყო დრო ქვეყანასაზე და მოსვლისა მესიასი, მხსნელისა. სურდა ხილვა მისი და როდესაც იხილა, ევედრა ღმერთსა. აც განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. მსგავსადვე უნდა მოიქცეს ყოველივე ქრისტიანი კაცი. იგივე სიტყვები უნდა წარსვას მან, როდესაც მოიწევა დღე მისისა აღსასრულის. თუ ღმერთმა შენ, ძმაო, მოგცა ქვეყანასაზე და გრძელი და მშვიდობიანი ცხოვრება. თუ შენ გიყვარდა ღმერთი და რაოდენიცა ძალგედო ემსახურე მას, აღასრულე ქვეყანასაზე და სულიერი შენი მოვალეობა. კეთილს საქმეს იქ მოდი და მით ადიდებდი ღმერთს, შეძლების და გვარად შენისა. მაშა სადამე შენს გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონს მართალს. მან მხოლოდ შვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესო ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღი. მას შენს, როდესაც მოიწიოს ჟამი შენის აღსასრულისა, არ შეგეშინდეს, არამედ თამამად წარსვლის ასოებით, მშვიდობიანითა გულითა, აც განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით. გარნა თუ გინდ გრძელი და მშვიდობიანი არ იყოს შენი ცხოვრება, არამედ მოკლე და აღსავსე მწუხარებით. თუ გინდ შენ იყო მსგავსი 1000-თა და ბევრეულთა კაცთა, ჭირვეულისა და მძიმისა ცხოვრებისა განმატარებელი. არაფერი შესანიშნავი და მადლიანი საქმე არ აგესრულებინოს ქვეყანაზე. მაგრამ ქრისტიანე კაცი მაინც იყავდა ხარ, მონათლული ხარ, ირჯვარს იწევდა, ღმერთი არ დაგივიწყებია, სასოწარკვეთილებაში არ შესულხარ. შენ შეგიძლია დააგვირგვინო ცხოვრება შენ, თუ გინდ ადრე გეწიოს ჟამი სიკვდილისა. დაიბარე მოძღვარი შენი, უთხარ მას უკანასკნელი აღსარება, მიიღე მისგან მაცხოვარება ღვთისა. ესე იგი ზიარება ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, სასოებით, ცრემლით, სინანულით და შემდეგ წარსვით ამამა. აც განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით. რაც გინდა საწყალი და ღარიბი იყოს კაცი ქვეყანასაზე და თუ გინდა იგი იყოს უკანასკნელთა გლახაკთაგან, იმასაც კი შეუძლია დაიგვირგვინოს ცხოვრება თვისი პატიოსნითა, ქრისტიანულითა გარდაცვალებით. მოხუცებული სვიმეონ მართალი არ იყო მთავართა, დიდებულთა, ანუ მდიდართაგან, არამედ ერთი მცირე და თავმდაბალი კაცი, რომელიც მოღვაწეობითა, სიმდაბლითა ატარებდა ცხოვრებასათვის. ბოლოს, კიდეც რომ კაცმა მთელი თვისი ცხოვრება გაატაროს უქმად, მრავალი ცოდვა აღასრულოს, ღვთისმსახურება, დიდება არ ეფიქრებინოს ქვეყანასაზე, თუ მოინდომა, ჭკუა იხმარა, ღმერთი შეიწია, იმასაც კი შეუძლია, უკანასკნელს ჟამ შეინანოს, იტიროს, მოემზადოს, ეზიაროს და მით ძლევა შეიმოსოს ცოდვასა და ეშმაკსა ზედა და მაინც კეთილად დააგვირგვინოს ცხოვრებათვის. პატიოსანი და ქრისტიანული გარდაცვალება არის გვირგვინი ქვეყნიურისა ცხოვრებისა. არა ამაოდ არის თქმული, პატიოსან არ სიკვდილი მართავდა. ხოლო ცოდვილისა კაცისა, შეუნანებელისა, რომელი თვით სიკვდილის დროს არ მოვა გრძნობაში, არ გაიხსენებს ბოროტარ სიკვდილი მისი, სიკვდილი ცოდვილდა. და ესრე ძმაო ეცადე, გულმოდგინეთ,
რომ უკანასკნელი მაინც წამნი შენი საცხოვრებისანი მოიხმარო შენი სულის ხონებისათვის. შეინანო, ეზიარო სასოები. მაშინ შენც შეგიძლია თამამა თქვა, აც განუტოვე მეუფეო მონა შენი, მშვიდობით, ამინ. მერთმა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვით მართლა როდესაც ჩვენი დრო დადგება ეს სიტყვები გულწრფელად გვათქმევს. სამი მდგომარეობა, რომელიც წმინდა მღვდელმთავარმა მოგვითხრა ჩვენ, სამივე მდგომარეობა მაცხონებელია ადამიანისათვის. ეს მდგომარეობები იმიტომ ჩამოგვიყალიბა წმინდა მღვდელმთავარმა, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდა. რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი ცხოვრება, ცოდვებით სავსე, მღვდელმთავარი ამას გვასწავლის, თუ ჩვენ მოვინდომებთ, ერთ წამშია შესაძლებელი ჩვენი სულის ხონა. ისე როგორც ეს ავაზაკმა ჯვარზე გააკეთა. თუმცა არ მინდა რომ ვინმე მცდარად გაიგოს უკანასკნელი აბზაცი გაბრიელ ეპისკოპოსის, რომელიც ამბობს, რომ შეეცადე რომ შენი ცხოვრების უკანასკნელი დრო მაინც გაატარო ქრისტიანულად და უკანასკნელი წუთიერ და ამ სწავლების მომსმენმა არ მინდა იფიქროს, რომ იცხოვროს ისე როგორც მას უნდა მთელი ცხოვრება და იფიქროს რატომღაც რომ ცხოვრების უკანასკნელ წამს იგი შეინანებს და ამოცხონდა. ეს არის საშინელი ტყვილი ეშმაკის, რომლითაც მან არაერთი ადამიანი დაუყო. როგორც მამები გვასწავლიან, თუ ადამიანი იმ იმედით სწოდავს, რომ ის ცხოვრების უკანასკნელ წამს შეინანებს, როგორც წესი ესეთი ადამიანები ისე გადიან ამ ქვეყნიდან, რომ ამ სინანულს ვეღარ ასწრებენ. და უკვე მათი სიკვდილი ხდება ისეთი, როგორც აი გითხრა წმინდა წერილი სიტყვები მოიყვანა გაბრიელ ეპისკოპოსმა, სიკვდილი წოვილთა ბოროტ არს. რომელი არის უკანასკნელი წამი? ეს კითხვა უნდა დაუსვას ყველა ადამიანმა თავის თავს. უკანასკნელი წამი არის ყოველი წამი ჩვენი ცხოვრების. თუნდაც აი ეს ახლა ამ წუთას აფრთხილდება. ადამიანი, რომელიც მოისმენს ქრისტეს სიტყვას, მან ეს უნდა მიიღოს იმ წამს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადოს მომავლისთვის. იმიტომ რომ მომავალი იქნება თუ არ იქნება, ეს არავინ არ იცის. ნახეთ როგორ ამბობს, ხო? გაბრიელ ეპისკოპოსი, არიან ადამიანები, ვინც დიდხანს ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე, მრავალ საქმის აღსრულებას ასწრებენ, არიან ადამიანები, ვინც ძალიან ცოტა ხანს ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე. ეს არც ერთმა ჩვენთაგანმა არ არის. ანუ ბოლო წამი ჩვენი როდის არის, ბოლო ამოსულთვა რომელი იქნება, ბოლო დღე რომელი იქნება, არც ერთმა ჩვენთაგანმა არ არის. ეს მხოლოდ კაცთმოყვარე ღმერთმა იცის. ამიტომ ჩვენთვის ყოველივე წამი ბოლო უნდა იყოს და დარიგება გაბრიელ ეპისკოპოსის, რომ ეცადე რომ შენი ბოლო წამი მაინც იყოს ღვთის წინაშე სიმართლით აღსავსე და სინანულით აღსავსე, უნდა იყოს თითოეული ჩვენი გათენებული დღე. მამები ამას ცალსახად გვასწავლიან, რომ ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, თითქოს აი ეხლა უნდა დადგეს ღვთის სამსჯავროზე. და რაც გამოსასწორებელია, იმ წამსვე უნდა გამოასწოროს. აი ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს. თუ ესეთი მიდგომა ექნება ადამიანს თავის გულში ღვთის მიმართ, მაშინ ის ნამდვილად თამამად შეძლებს, როდესაც მისი დრო მოვა, რომ უთხრას უფალს წმინდა სიმეონ ღვთისმეტყველის სიტყვები. და ნამდვილად ესეთ ადამიანს ღმერთი მშვიდობით გამუდმებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს, შეგვეციოს დღევანდელი დღის მართვა.